ბატონ გურამ, ასევე მინდა კითხოთ ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტთან დაკავშირებით, მაგალითად ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის პეტრეცისკარიშვილის ასეთი განცხადება იყო, ვიღაც კაცი ჩამოვა უცხოეთიდან, ხელს ჩამოართმევენ და უხარიათო. თქვენი შეფასება ზოგადად ამ საკითხზე. ესეც არის წყალწარებული პოლიტიკოსის განცხადება, ხო, ეხლა ვიღაც კაცი არის ეუთოს გენერალური მდივანი და მართლა ვიღაც პოლიტიკოსი უილსონი, რომელსაც ამერიკაშიც მე მგონი საერთოდ არ იცნობენ, ის არის თურმე საქართველოსთვის ლეგიტიმაციის მიმნიჭებელი. და იქ ევროპარლამენტში ასევე გაურკვეველი წარმონაქმნები ევროპარლამენტარების სახით, ხო, ამხელა საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივანი არის ვიღაც კაცი, ასევე ევროსაბჭოს გენერალური მდივანი არის ვიღაც კაცი, სხვა შორის გავიხსენოთ, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი იყო საქართველოში, ასევე თქვა გახარია ეს ვიღაც კაციაო გაურკვეველი პიროვნება ჩამოვიდაო და მე რამდენიმე თვეში თვითონ შეხვდა ამ გაურკვეველ პიროვნებას. აი ესეთი ორმაგი სტანდარტების ხალხია ამ კოლექტიურ ნაცმოძრაობაში და მათ მიმდინარეობაში. იმიტომაც აქვს ის რეიტინგი, რაც აქვს. ზუსტად, მათ შორის თავისი ამორჩეველში, იმიტომ რომ დღეერთია და 10 ტყუილს რო იტყვი, დღევანდელი საზოგადოება გაზრდილია და ძალიან კარგად ხედავს ამას. სულ რომ ასე ვთქვათ, ვასკვლავები მოუწყვიტო საზოგადოებას, თუ ტყუილში ამდენჯერმე დაგიჭირა, ის აღარ დაგიჯერებს. და ეს ტყუილები უკვე მოკლე ფეხებიც აღარ აქვს, საერთოდ ფეხები აღარ აქვს, ისე ტყუილს საუბრობენ. აი მარტივად გასაშიფრი ტყუილია, როდესაც გამოდის იგივე ეს გახარია იქნება თუ ცისკარიშვილი იქნება თუ ვინც იქნება, რაც თვითონ აწყობს, იმას საუბრობენ. აი ექსპერტის თანაშემწის მეორე სპეციალისტი და იმაზე ამბობენ, რომ არ არის საქართველოში ლეგიტიმური ხელისუფლებაო და ააფრიალებენ ვიღაცა მართლა გაურკვეველი წარმონაქმნის განცხადებას და გენერალური მდივანი ეუთოსი თურმე ყოფილა ვიღაც პიროვნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ადასტურებს იმას, რომ არის გაკოტრებული თავიდან ბოლომდე ნაცმოძრაობა თავისი აი სხვადასხვა განშტოებებით.